გასაკეთუნა, რაზე იმუშავე აბა? რაზე ვიმუშავე და რადგან ერთი კვირა გრჩება სეზონის დასრულებამდე, მინდოდა რომ ეს ორშაბათი და ზოგადად კვირა განსაკუთრებულად დაგვეწყო სიმღერით, თან რომელიც თქვენ ნინოს და გოდერძის განსაკუთრებულად გეყვართ. თანაც ისეთი სიმღერით, რომელიც გავს სიყვარულს და იმ ადამიანზე საუბრით, ვის შესახებაც დაწერეს, იშვიათია კაცი ასე სიმღერით რომ ცხოვრობდესო. სიმბოლურია, რადგან 2026 წელს 90 წელი გადის მართლაც შეუდარებელი ხმის ზაურ ბოლქვაძის დაბადებიდან და ასე დავიწყოთ დილა მოვუსმინოთ მას. კარგია. დაუვიწყარი ხმები, დაუვიწყარი კადრები და მეთანხმებით ალბათ რომ ქართული ხმების განუმეორებელი წევრების გოგი დოლიძის და ზაურ ბოლქვაძის ნებისმიერი ჩანაწერი ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძურია. სამწუხაროა რომ ახლა მხოლოდ ჩანაწერებიდან გვესმის მათი ხმები, თუმცა მეორეს მხრივ დიდი ბედნიერებაა რომ ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს სიმღერის მომავლისთვის, წლებისთვის და საუკუნისთვის. სამწუხარო ის რომ სულ ახალგაზრდები წავიდნენ. ნამდვილად. ზაურ ბოლქვაძე მომღერალი, რომლის პირველი ხმა დღესაც შეუდარებელ და გენიალურ ხმადაა მიჩნეული, ვის შესახებაც ამბობენ, ვერც ღვინო ერეოდა და ვერც მწუხარება, მისი მომრევის სიმღერა იყო, უпростоრად სიმღერა და ზაური ერთმანეთს ებრძოდნენ და ხან ერთი იყო ძირს და ხან მეორეო. ადამიანი დღესასწაული დაბადებული სოფელ ნაგომარში, მახარაძის რაიონში, ქართულ ხმებთან ერთად რომ დაგვიტოვა უნიკალური კადრებიც აი ახლა ვხედავთ ეთერში 1992 წელი თუ არ ვცდები და ეს იყო მაგალითი დაუვიწყარი მეგობრობის თანადგომის და პატივისცემის სცენაზე და სცენის მიღმაც და ერთხელ თურმე ქართულ ხმებს კონცერტზე ძალიან აგვიანდებოდა ქუთაისში ძალიან სწრაფად მიყავდა მანქანა გოგი დოლიძეს და თან თურმე ამბობდა ხომ უნდა მოვასწროთ წვერის გაპარსვა და ჩაცმაო და ამაზე თურმე ზაურ ბოლქვაძეს უთქვამს ხო და ჩვენით რომ გავიპარსოთ და ჩავიცვათ ამიტომაც მანქანა უნდა შეანელო. ანზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან ამოვიკითხე ზაურ ბოლქვაძეო ზურგეთში მიშა შავიშვილის 7 კაცაში მღეროდა, ყველა შევდატროდით, შესანიშნავად ასრულებდა გურულ სიმღერებს. ასეთი ხმა იშვიათად თუ მოგვისმენია, მას რომ სპეციალური მუსიკალური განათლება მიეღო, ალბათ დიდი საოპერო მომღერალი გახდებოდა. წლების მერე კომპოზიტორები სპეციალურად მისთვის წერდნენ სიმღერებს და ზაურ ბოლქვაძე ქართული ესტრადის და ქართული სუფრის მშვენება გახდაო. ქართული კულტურის განვითარებაში მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოს სახელმწიფო პრემიით. გარდაიცვალა 74 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში და ბოლო დღეებში თურმე სულ გარდაცვლილ მეგობრებს ახსენებდა, ყველას ეფერებოდა და მოვდივარო თურმე ასე ეუბნებოდა ადამიანი, ვინც რაც გულში ჰქონდა, მღეროდა იმასო, შეუდარებელი ზაურ ბოლქვაძე და ვფიქრობ ასე უნდა დაგვეწყო. ნამდვილად ასე უნდა დაგვეწყო და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ ეპოქალური კვალიდატოა ნამდვილად ქართულ სასიმღერო, საესტრადო კულტურაში და ასე რომ ძალიან კარგია ეს დილიდან რომ გაგვახსენეს არაჩვეულებრივი ადამიანი, მით უმეტეს თავისი არაჩვეულებრივი ხმა მართლაც დაუვიწყარი ხმა და ვოკალი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან და პიარები ბიოგრაფიით ღირსია მუდმივად მასზე ვცლად საუბრობდნენ ტელეგადაცემაში და მზადდებოდეს ასეთი გადაცემები და დღეს ახალ მისი დაბადების დღე იყო განსაკუთრებით. დაბადების დღე არ იყო, თუმცა საიუბილეო წელი რადგან არის აღნიშნული, თუმცა მის დაბადების დღეს პირობას ვთქვი, რომ პირად ისტორიებში აუცილებლად მოგიმზადებთ ქცევ